არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე მეფის ნაცვლად ასე იგება საქართველოში ქართულმა სიტყვამ
ისეთი ლამაზი ქვეყანა, როგორიც საქართველოა. გინახავთ სადმე ისეთი მაღალი მთები, ველმინდვრები და ამკარა წყაროები ჩემი ქვეყნის თვისწვერვალებიდან რომ მორაგრაგებს. გინახავთ სადმე ზღვა, ისეთი კამკამა და ლურჯი, როგორიც ჩვენთანაა. ანდაც სვანეთი, უძველესი კოშკებითა და მაჩუბებით. გაიხსენეთ რაჭა, ნიკორწმინდითა და ბარაკონით. შეგიძლიათ თვალი ანანურის ციხისთვის. გინახავთ მთიულეთ, ხევი, ასულ ხართ თუშეთში, ომვალოსა და დიგლოში. ცივგომბურიდან დამტკბარ ხართ ალაზნის ველის სიმშვენიერით. გინახავთ ტურფაგური, სამეგრელო, აჭარა, ქართლი, მესხეთ ჯავახეთი, აფხაზეთი, ძირძველი კუთხე საქართველოს. სამაჩაბლო და ბოლოს ფშავ-ხევსურეთი. ეს მონაპირე კუთხე ქვეყნისა, თეთრი და შავი არაბი, მასავით მჩქეფარე და დაუდეგარი ფშავლები, ძველი ქართული თვისებებით, გულადობით, პირდაპირობით, ძმობით, თავისუფლების სიყვარულითა და დიდი პოეტური ნიჭით, დღემდე მოტანილი ქართული ტრადიციებით. თის ხალხი თავის ბატონ პატრონი იყო. ვერ ეგუებოდა უცხოს, გადამთლეს, მოყვარეს მოყრულად ხდებოდა და ტერს მტრულად. თაში გაზრდილი ვაჟკაცის დაუწერელი კანონია ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვან სიკვდილს ამჯობინებს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ტრისუბელ ქვეშ ყოფ მარელებს იმედის თვალი გადარჩენილი მთის კეითოდა მიკრობელი. მთის ხალხიც როგორც შეეძლო და რითაც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მოძმეებს. სწორედ არაგვის პირიდან ჩამოვიდა ის 300 გმირი ბარელების დასახმარებლად. თაში დღესაც ავენ მესამე გმირისადმი ძელოს. დაჭრიმა მტერს რომ არ დაუჩოქა და ბრძოლის ველი არ მიატოვა. აი, სწორედ ასეთი ალალი, მართალი, უბრალოებით სავსე ხალხის წიაღში იშვა ლუკა რაზიკაშვილი, შემდგომ დიდ ვაჟა-ფშაველად წოდებული. ქრისტეს სამცხოსა და მარიამის წილხეთ ქვეყანაში დაბადებულმა არაგველთა შთამომავალმა სხვაზე უკეთ უწყოდა, რომ დანჯვა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იყო მსხვერპლი და არა ჯალათი, გასცე და არა მიიღო, ეცხვერპლო და არა იმსხვერპლო. ეს გახდათ ვაჟას წმინდა ხელობა. ამიტომაც უყვარდა ყველა და ყველაფერი. ყოველივე ამის და კიდევ სხვა მრავლის შემეცნების მიზნით მე და ჩემი ცნობის მოყარე მოსწავლეები გავდებით ფშავის გზას, რათა უკეთ შეგვეცნო დიდი გენიოსის ცხოვრება და მოღვაწეობა.
ხანის ხეობებს ფარავდა გურუბლების სურები ის ხეობებს სიღარეობებს შავლები და ხევსურები ის ხეობებს სიღარეობებს შავლები და ხევსურები იდგალა შარი გელოდა ხანარისა და საფთამელი რომ სანთელი ვიდანებოდა შენი თავადების ანათელი რომ სანთელი ვიდანებოდა შენი თავადების ანათელი გელოდანე დარმას დიოდი დაიდგნენ დარბა ისხლები შენ ბალახისთვის გავდებოდი შენ ზედდარდოდნენ ისხლები შენ ბალახისთვის გავდებოდი შენ ზედდარდოდნენ ისხლები იმ ღამეს თვალებს შაველა ალებს შაველა მადალახეს როდებოდა ვაჟად შაველა გულში გარავდა ალახეს როდებოდა ვაჟად შაველა გულში გარავდა ალახეს ღამე ფაშენდელოცე შვაფხო ჩარგალი შავლების გროვაც ხენების ჩერება ამგამრომიც სიანგალები ვისანცალი ალლაში თავნება წაწლების ფერობა ამგამრომიც სიანგალები ვისანცალი ალლაში თავნება წაწლების ფერობა ჩემო პატარებო, ჩვენ ვიმყოფებით წმინდა ადგილას, ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლში. წმინდა ადგილია მეთქი გითხარით, მაგრამ ეკლესია არ არის, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ყველა ქართველის გულში ის ასეთ შეფასებას იმსახურებს. ამ ატარა სახლში დიდი ხნის წინათ დაიბადა ატარა ლუკა. რაზიკაშვილების გვარის გამგრძელებელი, შემდეგ კი დიდ ვაჟა-ფშაველად წოდებული. ამ პატარა სოფელ ჩარგალს სოფლიოში რომ გაუთხა სახელი. აგერ ეს გახლავთ ვაჟას ბუხარი. მის მოდის გიზეალზე ვაჟა წერდა ხოლმე იმ მნიშვნელოვან ნაწარმოებებს, რომელიც უმრავლესი მეცნიერები გაეცა. აგერ ეს პატარა ფანჯარა ზამთრის გრძელ ღამეებში ამ ფანჯრისგან გასხებდა ხოლმე სივრცეს ვაჟა-ფშაველა და წერდა ჯერ არ შექმნას, არ გაუგონა ნაწარმოებებს. ქეთს ვიხდით ამ დიდი ხელოვანის წინაშე და სიხარული სიამაყის რითმობა გვიჩნდება მეც, თქვენს, ყველა ქართველს, როდესაც საუბრობთ ამ ჩვენი დიდი წინაპრის შესახებ, მისი ღვაწლის, შემოქმედების შესახებ. აი ეს დიდი გენიოსი, სოფლიო მნიშვნელობის ადამიანი კი ასეთ ღარიბულ სახლში ცხოვრობდა. წარმოგიდგენიათ ბავშვებო, მე იმედი მაქვს, რომ შეგიყვარდებათ ძალიან, ახლოს რომ გაეცნობით, შეისწავლეთ ვაჟა-ფშაველას.
გიორგი ანანურის ტაძარმა და ტაძარში ამოწარმა ერისთავის ძვლებმა ფოტბის წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინოს საფლავს თიულეთის სამოცავმა ლაშარის ჟვარმა შავხევსურეთის ჯარის დამლოცველმა და მათ წინამძღოლმა დაგლოცო სვეტი ცხოველმა გენათმა და კავშირმა და ალავერდის წმინდა ტაძარმა მრავალსის დამბრეულმა და ქართველთა ძალისხმევით აღდგენილმა ლომისა 100,000 წლის მცნელმა და მთიულეთის წმინდა სამოცავმა ამაყად მყარმა ლომის სისუფთავე ამინ
მოსავით გული ჰქონდა, ანკარა წმინდა. შავ კილოზე გამოუტყვამს დიდი ტკივილი, კაცთა, ფრინველთა, მცენარეთა, მთათა-მამათა. დახეუჩოხი დადიოდა, მაგრამ ჭირვი არ დასცდელი ამისთვის ქვეყნად ისე დაყანდა. საასპარეზოდ ეს პატარა ჰქონდა ჩაგარი. დედა ამბიცა, ასპარეზი მაინც ყოფილა და სიტყვა მისი ნამერწყავი, ნაარაბალი. ეფინებოდა საქართველოს შავი სოფლიდან. ადამიანთა გულმართობას და აღზევებას დაუჩოქა და შემაღა და ჰიმნი მაღალი. აი ამზეც ამ მწვერვალებმა, მთებმა, ხევებმა დაბადეს მისი შთაგონება, ვით დიაღვარი. ამ შთაგონებით ანთები, ისე იმღერა, სიმცერ შენსას, მიატყინა ძახილი ძმური, იბლის მიადაც, არ დაცხრება, არ დაიხურება, ისევე როგორც აღტაცება შეხვდება. მაგრამ სიმღერას, გაოცება სიმღერას მისას, თვითშურის თვალწრა შეცვდება, ვერ შეეხება. გადაეხვია საქართველოს ბუნების მისას, კეთილი იყო სამდით გზაზე თქვენი შეხვედრა. როგორც მინდია ამეტყველდეს კიდით, ურიცხვ კილოზე, ურიცხვ ხანზე, ურიცხვ იანით. კაცობრიობის დიდი შვილი და ჩარლის მკვიდრი, გოსანი, გლეხი, მონადირი, მშაველი დიდი. ის მოდის შენსკენ ღირსები გავუბეროთ. ერთ-ერთი მათგანს გახსოვს, დედა უმიტა. კაცი გასდილი, ქართულ ქოხში, ქართულ მიწაზე, საკუთარ შვილად, სიხარულად, სახელადაც. შენ ქართულ მიწაზე დადიოდი. ჩარგლის ღარიბული ქოხიდან გაუღიმე სამყაროს ბავშვური თვალებით. ფიქრობდი, ოცნებობდი, ხვდებსა სხამდინააზებს, ქმნიდი არამჩვეულებებს, განმეორებებს, გასაოცარ წაელვარ და შენი ნაღვაც. შეიძლება ზღაპრულ მოთხრობებს, ლექსებს, თუბაებებს ხანშიმშილი გაწერინებდა. ხანაცვილი სიღრმიდან წამოსული ზენა არ ნიჭი. ხანსამშობლოს უბედობით გამოწვეულისებდა, მაგრამ თითოეულ მათგანში შენ საკუთარ თვალთახედვას აქსოვდი. მე მიყვარს შენი მორცხვია, კლდის თავზე, ფშავის ამაყი თვალებით ხელმოღერებული პირიმზე, ლაჩანის გორზე, წამოდგარი დაჭრილი ლუხუმით უსტუმარ მას პიძის, ადეთის დამცველი ჯოყური. Чем
მოსვლია პატარა მოკლე ბეწვებიანი თეთრი სტრებით მოწიწკრული თხელი ქათი. ჯერ რქები და კბილები არა მოსვლია, თრითებიც არ გამაგრებია. გზა და კარგული დავდივარი. აი, დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიმკირე. გული მიწუხს, გული, საბრალო დედა ჩემი. მანამ დედა ყავდა ცოცხალი, სულ არეში ვყავდი, ძუძუს მაწოვებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. ახლა ძუძუს აღარ ვაწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსავს ვუტავ დილითა და საღამოთი. როცა ნანია რძის ნდობას იმითი ვიკავ, უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინია კანკალებ. ღმერთო, რამდენი მტერი გვაქვს. რა დაგიშავე ადამიანო, მითხარი რა? რა დაგიშავა საბრალო დედა ჩემო? რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ უპატრონო დამაგდე დამაობე. მასაკეთ, ცოცხალ მკვდარი ვარ, ტირი და ეს არის ჩემი ნუგეში. დავდივარ და შევსტირი ხეებს, თასა და კლდეებს, დავსტირი ბალახსა და წყალს, მაგრამ ჩემთვის დედა არ ჩნდება. ვარ ობოლი და ვინ იცის, ვინ დამეპატრონება და ვინ შეიხებავს ჩემი სისხლით ხეებს. ხაცმირა, ქართულ მოღვაწეთა სავალე, გული რომ გადაიხსნა და ჩაიხუტა საკუთარი შვილები, არ გააღწია უზენაესი კანონი, მიწა ხარ და მიწა დიქეციო, ყველას როდი ერქვე ეს პატივს, მიწა ქცეულები დღესაც აგრძელებენ სიცოცხლეს და ამომიჩის მტერს აყოლებენ, ვინც კი მათ საფლავზე ფეხს დარტყამს. დავდივარ საფლავებს შორის და ძირფას მარმარილოს ძეგლებისგან გამორჩეულად დგას. ფშავის მთიდან ჩამოგანილი კლდის სუნი. ასეთივე უბრალო წარწერით ვაკაფშავე. ამბობენ, როცა ყველაფერი უჭდება და ერთი პირი წყალსაც ჩაეცილებაო. საფლავებიდან წამოემართებიან წმინდა არჩილები. განმოხედავენ სამშობლოს, ლაპარაკობენ იმაზე, თუ ვინ და როგორ მოიხატავარი. ერისა და ქვეყნის წინაშე. რა დამჭა თქმელი, რისი გაკეთება ვერ მოასწრეს. იმედის თვალით უყურებენ და ასე ათენდებათ. ჟამი მოვიდა საუფლო, ხალხი
გისაო განჯავდა თეთელაური ფერი დაიდო გისაო ხელი გაიტრა ფაბულსა ჩუქი აღმოვდა გისაო უქნია მოზეს ქედზე და თავი მოგორა გისაო თან შაუხეთა ბატონსა ნუ შამიწოდებს ვისაო ალან ხონდეს მუცალსა მაგმაუნად გაუგმირსაო მეგობრებისთვის შეუჩინია. თაში წამიყვანე დიდ კარგი ჰაერია და აუცილებლად მოვრჩებიო. ექიმებს თურმე გადაადგილება აუკრძალა. ბოლოს მთის წყარო და ბალახები უნატრია ლავითაში გაზრდილ ვაჟკაცს. ბალახები მთაწმინდიდან ჩამოუტანიათ. იატაკზე მიმოუფანტავსა ზედ დაუწვევიათ. ასე აღესრულა ქართული პოეზიის არწივი, თუმცა ის თავის ზეციურ მამასთან მივიდა.
Super,
ჩქერანი შეთვალს გარიდებ მაშინა თებისკენ წადის ცქერანი უდობლად მამიდებიან ბერკრულს ბერკრული მღერა სიმღერა მოუხდება ვაჟაობის სამლამაზ ფშაველო
ხალხი და შეხედავდა გარკვეული გზის გაგრძელებას. უყვარდა მათი შავყოვრობა და ერთმოცის გატარა. უყვარდა ცხოვრება, სიცოცხლე, მაგრამ გარგება მათ გვერდის სიკვდილიც ხომ გააჩინა. მაინც რას ლექციებს სიკვდილო? ვერ ხდება ჩემი გონება. შიგ გამოარჩევას კაცსა, საცაკი მოგეწონება. ვაჟას ეს სიტყვები ყველაზე მეტად ასახავს იმ რიტკივილსა და სიამაყის განცდას, რომელიც სიცოცხლით, ენერგიით, იდეებით აღსავსეთ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ახლავს თან. ეს კი გოდერძი ჩოხელია. გოდერძი ჩოხელის ლექსები, მოთხრობები, კინოფილმები სამშობლოს, სიცოცხლის, სიყვარულის საგალობელია. შენი სხეული, ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა. ამიტომაც ჩემ ძლებს, შენ გაბარებ სიკვდილის მერე. აკი გაიხსნა დედამიწამ საკინძე და გულში ჩაიწვინა გმირარაგველთა გზის გამგრძელებელი. სამშობლოს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ფიქში დაყრდნილი კაიკმა. ნუ მიწება თუ შეიძლება რამდენიმე შეკითხვას მოგცემთ. ვინ ხარ? არ გულით. შავი არამის ხალხიდან. გუდამაყრელი. რაზი ხო? რაზი თვითონ სტრანცენეთა ბატო. შავი ხვის. გამკიდეს. მაშინ 5000 მეომარი ძლივს ვიშვა. ჩემს გასაფრთხოებაზე კი 20,000 იყო მოსული. არაბელების საწეფად გამოგზავნეს გუდამაყრად. ტრადი კრტანიში არიან. შვიდობით ბრწყინდებოდეთ მეფეო ბატო. ვაჟა-ფშაველა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. გოდერძი ჩოხელი მე-20, 21 საუკუნეების მიჯნაზე. მაგრამ მათ შორის ძალიან ბევრი საერთოა. ორივე თაში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა. ვაჟა-ფშაველა ფშავში, ჩარკალში. გოდერძი ჩოხელი კი გუდამაყარში, სოფელ ჩორში. მათ ბევრი საერთო აქვს მეთქი ვთქვი და ამიტომაც ქართველი ხალხი მათ გვერდ-გვერდ აღინიშნებს. ქართულ მწერლობაში კი მათ გოდერძი ჩოხელს პატარა ვაჟადაც მოიხსენიებენ. მინდა წავიკითხო
ლექსი დედამიწა. ეჰეი, კუზიანო დედამიწა, ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ეჰეი, კუზიანო დედამიწა, მე შენგან მოვედი შველას. ეჰეი, კუზიანო დედამიწა, ხევსური შუბლივით ჩაგეჭმილო, არაგველების მოწამება, სატკივარს მინდა ჩაგეჭმილო, ოღონდ იქნება თიულეთი ნამთიულარი, ხევი ნახევარი, კაცის ნასახლარს ნუ მაჩვენებდა, ნუ იქნება საქართველოს ნახევრის ნახევარი და შენ კი კუზიანო დედამიწა, რამდენიც გენებოს იტრიანი. დღესაც ლაშარის გორზე კვლავ წამოდგარა საქართველოს ბედზე ჩაფიქრებული ბერი ლუხუნი. ერებს შორის მეგობრობაზე მოგვიწოდებს. ხევსური ალუნა სტუმარ მას პინძლობის ტრადიციებს ხმლით ხელში იცავს ქისტი ჯოყოლა.